საკონსტიტუციო ცვლილებები, სასამართლო სისტემა, პროკურატურაში შესული საქმეები, თემები, რომლებზეც პრეზიდენტი მედიასთან 2 საათის განმავლობაში საუბრობდა. გამოსვლის ძირითადი ნაწილი მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. შეხვედრის შემდეგ კი კვლავ უპასუხოდ დარჩა პასუხი შეკითხვაზე დაუჭერს თუ არა მხარს პრეზიდენტი და მისი გუნდი პარლამენტის გარეშე მთავრობის დათხოვნის აკრძალვას. ცრუ განცხადებები და ზოგადი გამოსვლა ასეთია ოპონენტების შეფასება. პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების რეაქციები ნოდარ ჩაჩუას რეპორტაჟში. წინა წლებში ბევრად ნაკლებს ლაპარაკობდი ასე გახსნილად ჟურნალისტებთან. თქვენ იცით, ძირითადად მონოლოგებით შემოიფარგლებოდა ჩემის ფართოს და ვრცელი საუბრები. პრეზიდენტმა შეცდომა გამოასწორა და მონოლოგიდან დიალოგზე გადავიდა. 8 ჟურნალისტი ერთ მაგიდასთან პრეზიდენტის რეზიდენციის მთავარ დარბაზში ქვეყნის პირველი პირის მოწვევით შეიკრიბა. მთავარი თემა პრემიერის მიმართვა და საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაზე შესაძლებელია შეთანხმება, ეს ნამდვილად არ არის მთავარი საკითხი, მაგრამ მე მაშინ რომ კონსტიტუციაზეც რო შევთანხმდებით, უნდა გავიდავთ 150 ხმით. და არა მაინდა-მაინც დეპუტატების გადაბირებით და ხელქვეხა აგრეხით და დამტვრევით და როგორც ასე იმუქრებოდა. მიხეილ სააკაშვილს არ განუმარტავს რა იქნება კონსულტაციების მთავარი თემა, რადგან მოლაპარაკებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ კოალიციასა და საპარლამენტო უმცირესობას შორის 2 თვის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ჩვენ 2 თვის განმავლობაში სრულიად შეგნებულად დიდი მოთმინებით ვაგრძელებდით პროცესს, დიალოგის, ლაპარაკის, შეთანხმებების, იმიტომ რომ გვინდოდა მიგვეღწია შეთანხმებებისთვის. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილმა სხვა გზა აირჩია. ეს გუშინდელ მის გამოსვლაში კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩინდა. იყო მის მიმართ დასმული და მას ძალიან კონკრეტული პასუხი უნდა გაეცა. აბსოლუტურად არ იყო კონკრეტული პრეზიდენტი და პირიქით მე გეტყვით, რომ ისაუბრა მე მგონი ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ გაეცა კონკრეტული პასუხი და მე სადღაც ნახევარწუთში მოვისმინე 2 დიდი ტყუილი მისგან. კონსულტაციების გაგრძელებაზე საუბრობს საპარლამენტო უმცირესობაც. უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ, შევთანხმდეთ ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და ამაზე მოვახდინოთ მსჯელობა, პაექრობა, კონსულტაციები. პრეზიდენტთან 2 საათიანი შეხვედრისას იყო თემები, რომელზეც ქვეყნის პირველი პირი ჟურნალისტების შეკითხვების გარეშე საუბრობდა. მაგალითად არჩევნები, რომელიც ქვეყნის პირველი პირის შეფასებით ნაციონალურ მოძრაობას ტაქსისტებმა წააგებინა. ეხლა იმ დაგუბრუნდება ძმაო, გაიაფთებ. ამ ტაქსისტებმა წაგვაგებიეს არჩევნები. ნაწილობრივ. ამიტომ შემოძმეო ტაქსისტებო, შევდივართ თქვენ მდგომარეობაში, მაგრამ მოგატყუეს. იმიტომ რომ არავის არაფერი არსად არ მიქონდა. არაფერი არ მიმქონდა, მით უმეტეს თქვენი ბენზინის 1 ლარი. ჟურნალისტებთან პრეზიდენტის შეხვედრას მთელი დღის განმავლობაში აფასებდნენ პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები. პრემიერ-მინისტრი სვამს კითხვას. მზად ხართ თუ არა, რომ ამოვიღოთ ეს მუხლი ქართული კონსტიტუციიდან. ამას ასეთი კითხვით გაბრაზებული ადამიანი უპასუხებდა ან დიახ, ან არა. ასეთი მოლოდინი არ ყოფილა, რადგან კონკრეტიკა ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობის ნიშანია. მე პირადად მცხვენია, რომ ჩვენ ტირაჟირებას ვუკეთებთ ასეთ პრეზიდენტს და არა ვითხოვთ ავმოქმედოთ კონსტიტუციის ის ნორმა, რომელიც ავადმყოფობის გამო საშუალებას იძლევა პრეზიდენტს ვადამდე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილებას. გუშინდელი შეხვედრის დასაწყისისგან განსხვავდებოდა დასასრული. სტუმრად მისულ ჟურნალისტებს ქვეყნის პირველი პირი ჩაიდგა გვიმასპინძელდა, თუმცა მასპინძელმა პრეზიდენტმა შეხვედრა ისე დატოვა, არათუ ჩაის დალევა, მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს შეკითხვის დასმაც არ აცემა. ეს არის ჩემი პასუხი ამ ყველაფერს. დიდი მადლობა. პრეზიდენტო. დიდი მადლობა, მოგდავში.